გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. მე ვარ კატო 6 წლის. ეს ჩემი და ჩემი მეგობრების რადიოა. მალე იმათაც გაგაცნობთ. ელენე, მარიტა, ნატალია, ნინა, აკო, ნიკო, იულია, ნუა. მოკლედ ყველას გაგაცნობთ. წელს სკოლაშიც მივდივარ. მართალი არავინ მეკითხება, რომელი სკოლა მირჩევნია? ფრანგული, ინგლისური, გერმანული თუ ქართული, ან საერთოდ მინდა თუ არა სკოლაში წასვლა. მაგრამ რას ვიზავთ? ჩემს დაბადების დღემდე ძალიან ცოტა დარჩა. ვისაც მე ჩავთვლი საჭიროდ და ვისაც ვენდობი. მარტო ისინი იქნებიან ჩემს დაბადების დღეზე. დიახ, ვიცი ზუსტად ეხლა რა გაიფიქრეთ. ჯერ 7 წლისაც არ არის. და მან რა იცის? ვის ენდოს და ვის არა. ძალიან კარგად ვარჩევ კეთილ და ცუდ ადამიანებს და მარტო მე კი არა. აბა დააკვირდით სულ პატარებსაც. კარგად დააკვირდით. როცა უფროსი ადამიანი თავზე ხელს უსვამს, ზოგს აძლევს ამ უფლებას, ზოგს არა. და ისე იშორებს ხელის საქმევით. ზემოთაც არ იყურება. ხო ასეა. ეს მერე რომ ისდებიან ადამიანები. ვეღარ არჩევენ კეთილ და ბოროტ ადამიანებს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ადვილად არჩევს კარგს და ცუდს. აი თუ არ გჯერათ. მარიტას ვკითხავ ახლა. ის ჩვენ შორის ყველაზე პატარაა. მარიტა დედა როგორია? კარგია. მამა? კარგია. ურსულა? ცუდია. კრუელა? ცუდია. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველა ის ცოდნა გაგიზიაროთ, რაც აქამდე დავაგროვეთ. სანამ სკოლაში წავალთ და ყველაფერი დაგვავიწყდება. ჩვენ პირველ რიგში თქვენთვის გავხსენით ეს რადიო. რომ მოგვისმინოთ! თქვენ უკვე დიდი ხანია დაგავიწყდათ. რამდენი რამე იცოდით, როცა ჩვენი ტოლები იყავით. ამიტომაც დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ ძალიან გჭირდებათ ჩვენი დახმარება. ჯერ სახელწოდება ვერ მოვიფიქრეთ. ჩვენი რადიოსი. მაგრამ არა უშავს. თქვენც იფიქრეთ ამაზე. ეს რადიო მე ჩემ მეგობრების დახმარებით გავხსენი. არც ისე რთული იყო. ინტერნეტში სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდეც შვენივრად შევდიოდი და გამოდიოდი. და რაც მინდოდა იმასაც პოულობდი და თუ რამეს ვერ ვაკეთებ, ჩემ უფროს დას და ძმას ვეკითხები. მართალია მიწევს მათი დაჯღანული სახეები სატანა, მაგრამ საქმისთვის ყველაფერს ვითმევთ. მეც და ჩემი მეგობრებიც. ელენეს თეთრ კარავში გაჩნდა ეს იდეა და იქ რომ შევძრებით, მე, ელენე და ნინა და უფროსებს რომ გონიათ, რომ იქ ბარბებით და პოლებით ვთამაშობ, ვიღებთ ჩუმად ვინმეს ტელეფონს, ან პლანშეტს და ასე კეთდება დიდი საქმეები. ახლა კი ჩემ ოჯახზე. ჩვენ გვაქვს დიდი ოჯახი, სადაც ერთად ცხოვრობთ. მე, დედაჩემი ნინი, ჩემი მამიკო ლაშა, ჩემი უფროსი და ანა, ძმა სანდრო და ბებია ჩემი ეკატერინა. ვის გამოც მქვია ეს სახელი, მაგრამ მე ყველა კატოს მეძახის. ბებო ჩემზე ზუსტად 60 წლით არის უფროსი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაზე კარგად ესმის ჩემი. ეხლა კი ვფრობ. ახლოს რომ გაგაცნოთ, ცოტა ხნით სამზარეულოში შევიხედოთ.
ხედავთ რომ ახლა დაძაბულობა ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები ცდილობენ ავიდნენ დედა რა ხდება ეს რა ამბავია სად ახარ ხალხო სად გაცივდა ყველაფერი ნინი ლაშა კატო მოდი ბებო მოდი ეს ჩემი ბებოა დროზე გაცივდა ყველაფერი რა მიირთვით აი ფაფაც გავაკეთე არ მინდა ფაფა მაშინ აი ეს კარტოფილის ღვეზელი ბებო ისეთი გემრიელია ისეთი რომ გაგიშდები ჩემი ლურჯი პერანგი სად არის ვერსად ვერ ვიპოვე არ არის არც კარადაში არც საკიდზე დარწმუნებული ვარ თავის ადგილზე კიდია ის პერანგი მაგვიანდება ხალხო დროზე კაცო არც ერთი არ ჭამ აბა რისთვის ვაკეთებ მე ამ ყველაფერს ვერ გავიგე ჰა რისთვის ვაკეთებ არ მინდა ეს ღვეზელი ამ დილა ადრია ავადამის ეს ბაბაჩებია სულ რაღაცას ეძებს სულ რაღაც არ მოსწონს კაი რა გოგო სადმე დავსხდეთ და მომიყევი რა ჩაი დავლიოთ ერთად კატო დროზე გვაგვიანდება ეს დედა ჩემია სულ ტელეფონზე ლაპარაკობს და სულ დიეტაზეა არ ვიცი რა თუნდა ეს დიეტა ისედაც ისეთი გამხდარია კატო მოდი შენ მაინც შეჭამე რა ბებო ნუ მელაპარაკები როგორც პატარა ბავშვს არ მშია არ მინდა დამანებეთ თავი ეხლა კი საბავშვო ბაღში ვივდივარ დანარჩენ სხვა დროს მოგიყვებით აბა კარგად დროებით